21 ივნის უცნობი პირების მიერ ნაცემი ლევან ტეტემაძე საავადმყოფოდან გამოეწერა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დაინტერესდნენ. დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სათანადოდ არ აწარმოებს. ტეტემაძის მეუღლის თქმით, ერთხელ დაკითხვის შემდეგ უწყებაში არავის დაუბარებია და არც ნივთმტკიცებები მოუთხოვიათ. ოჯახი მომხდარ ინციდენტს ლევან ტეტემაძის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის დროულად გამოძიებისაკენ მოუწოდებს. მოქმედი ხელისუფლების მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროზე ზეწოლაზე საუბრობს გიორგი დიასამიძე. მისივე თქმით, ამ დრომდე არ გაშიფრულა ვიდეო თვალი და სატელეფონო ზარი. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დამნაშავეების დაკავების მიზნით საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს. ძიებასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, რომ ნორმალურად მიდიოდეს, იმიტომ რომ პირველივე დღეს რაც იყო და დაკითხვაზე იყვნენ მოსული, მეორე დღეს ჩვენება აიღეს, მის მერე არავინ არ შევქმნიანებია და ეხა თავისთავად აქედან გამოსავალი ის არის, რომ ჩემი აზრით ალბათ არანაირი გამოძიება არ მიდის. ჩემი აზრი ესეთია და ვერსიებზე არ ვიცი, ეხა პირადი ანგარიშწორება, ალბათ მეზობლების დაადასტურებდა თანამშრომლებიც, არანაირი პრობლემა არსად არ ქონია. არის კონფლიქტო ადამიანი. ვხედავთ საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის გამოძიება მიმდინარეობს ჩვენი მოსაზრებით ძალიან ნელა, მით უმეტეს, როდესაც პოლიციას გააჩნია ვიდეოფილი, სადაც აღწა ჩანს პირდაპირ პატიმრ თავდამსხმელები. აუჩქარებლობა, რომელთაც ამ საქმეს იძიებენ, გვიტოვებს იმის ეჭვს, რომ საქმე არის პოლიტიკური და ხდება გარკვეული ზეწოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზეც იმისთვის, რომ ეს საქმე დროულად არ იქნას გამოძიებული.